კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გუგალაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა მოაწერეს. Როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი 2013-14 წლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული ერთეულების ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის 50%-ით დაზღვევას ითვალისწინებს. გრანტის გამოყოფა ამ ფონდის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რინჯერებს ველზე მომუშავე ადამიანებს ჩვენთან არ ჰქონდათ დაზღვევა არანაირი. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ უხდებათ ბუნებაში მუშაობა ხშირად ბრაკონიერებთან ურთიერთობა, გარკვეული საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან. შესაბამისად, მსგავსი დაზღვევის ფონა არის აუცილებელი. საქართველოში პირველად ჩვენ დავაზღვიეთ რენჯერები და ველზე მომუშავე ყველა თანამშრომელი. ამის მიზეზი კი ბორჯომის ხეობაში მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა. იმეც ვიტოვებთ, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები არ განმეორდება.